ნახოთ შემდეგი მონაწილე რას იზავს. რუსუდან ბერძენიშვილი, აპლოდისმენტები. გამარჯობა ქალბატონო რუსუდან. გამარჯობა, hello show. გამარჯობა ქალბატონო რუსუდან. არაჩვეულებრივი, ხო? მადლობა, გვესტუმრეთ. კოჯორიდან მზანდებით, ხო? დიახ, გენაცვალე კოჯორიდან, წარმოშობა გურიიდან. ყველაზე მხიარული ადამიანი, რომლებსაც იცნობთ, მაგას რა თქმა უნდა თქვა, თქვენი შოუს თელი დასტა. დასტა. ასე დავწერე და. ლექსები წერა ყვარებია ძალიან. დიახ, ძალიან. სავარაუდოდ დღესაც რაღაც ესეთი გვექნება. დიახ, აუცილებლად ყველა მწყარი ჩემი არის ბატონო ნიკა. საინტერესოა. წარმატებები მინდა გისურვოთ და იმედია კარგი თამაში, სარფიანი, შემოსავლიანი. ქალბატონო რუსუდან, წესები ვიცით? დიახ. შესავალი თუ პირდაპირ ჩავთოთ რომ? პირდაპირ ჩავთოთ. წარმატებებს გისურვებთ. 3, 2, 1. ღიმილ დავდივარ და გულით შოუს დავატარებ. შოუს ფულებს და მის ბიჭებს ნიავსაც კი არ ვაკარებ. ყველა მჯიღის ცემა მესმის. ვიცი გიო მე რაც მელის, ვიტირო თუ გავიცინო ვერ გავიგე ვერაფერი. შვილებს ზღვენებს წაუღებ და ჩანთები და კალათებით სახლში ვეშებ შევიძენ და კრესლოში მოვკალათები. აქ მოვედი შინაური, არ გეკონო. ეძეგი. იმდენი ჩამონათვალი გაქვთ, მე მგონი სხვაგან გონიათ რომ მოხდით. სხვაგან მაქსიმალური თანხარი 1000 ლარი და მეშები გამოვეში ბარგი ავეჯი. მანქანა დაკლებად. ჩამონათვალზე, იმხელა ჩამონათვალი იყო, სია არ დამთავრდა რომ მე მაპატი. 50 ლარი თქვენია. წინა სილარია ვაგზელებთ. 3, 2. ბოლო კუპლეტი და ხო. ჩავთეთ. აქ მოვედი შინაური, არ გეგონოთ ვინმე უცხო. თუ წავაგე, გარეთ გიხმობთ, 5 წუთი ჩავიცუცქოთ. აი არ მოხდება დღეს. ენაბლუ ბავში ლოგოპედთან. თქვი აბა ბრუციანი, ბუციანი. აბა თქვი ელვა ჭექა თქვი, თელვა ჯეკნა. აბა თქვი ჩემი ქუჩა, ჩემი ჩუჩა. თქვი გაჭკიტინება, გაჭხლიტინება. თქვი ლეკები, ლეკვები. თქვი აბა ფანჯარა. თქვი ჭყინტი, ჭღვინტი. თქვი აბა მზიკო, სიკო. თქვი შვილო ლოყა, ოყნა. თქვი აბა ცალცალი, წანწალი. თქვი მიცა. თქვი ცოლი, სოლი. თქვი ბიჭო ტანკი, ტრანკი. თქვი ბუშტი, მუშტი. თქვი აბა ჯაჭვი, აჯვი. ეკაც გაეღიმა და ასე გაგრძელდა ეს სტუმრობა ექიმთან, მანამ სანამ არ მოიწურა ქართული ლექსიკონი. და რამდენი იყო? ეკაც გაეღიმა 100 ლარი თქვენია, ვაგრძელებთ თამაშს. ვაგრძელებთ. აბა 3, 2, 1. ბრუციანი ქალბატონი. ლექსი რუსუდან ბერძენიშვილისა. ბრუციანსა ქალბატონსა წან წელკავმა გაუარა. არაბიძე შეეშინდა გვერდის შისი ჩაუარა. უთხრა წადი აქედან და გაიკეთე ნემსებიო, მე შენ ფული არ გაჩუქო, არა გიდგეს გვერდებიო. ეშმაკს გავდა ეს ქალი და ყველა იწეს პირჯვარსაო. აწ ვერ მოხვალ ამ შოუში, არ გაგიღებ ჭიშკარსაო. წავიდა თვალის ტრიალით. წალასლას და ექსაწყალი. არაბიძესთან ბრუციანს როდის გასვლია მართალი? სუდი წარმოდგენა აქვს. არაბიძესთან ბრუციანს როდის გასვლია მართალი? 200 ლარი თქვენია ანდაზა მშვენიერია. ნახე რა გავრით მე, მეც გადმოვერთი აქეთ პოეზიაში. წინ 400 ლარია. კი გენაცვალე. ავაგრძელოთ? დავამთავრეთ კიდევ. კი. კარგი ბატონო, 3, 2, 1.
ამ შოუს რომ უყურებდი, მომეწონა ქალებიო, იცინეს და თქვენს გაცინეს და აისტუმრეს ვალებიო, კახამ გული დამიხეთქეს, გადმოუკარკლეთ ვალებიო, ცხრემლად ვიქცეს, გამახსენდა ჩემს ოჯახის ვალებიო, ამოვყარე ყველა დარდი, მუჭა ვიქნიეო შოუს გემო როგორც მწვადი. ეხლა თქვენთან ვიწვნიეო, მაღლა ავწევს შოუს პრესტის თუ ჩემი და თუ სხვისიო, წავალ სახლში დაჩემს ვალეს ფიშტოსავით მოვიშვრიო, ჩემს მეზობლებს თქვენკენ დავზრავ, როგორც ქალი ლამაზ ფოთლებს, ყველა მოვა დაჩქვენს სეიფს, ფულიანად აორთქლებს. გიტუ, ეგრავქენი, არ დაგისკდეთ გულებიო, ისე ხუბრო მომეჩვენა მამიჩემის ფულებიო, კაცმა საქმით გზად წასულმა. მე ძალიან მომეწონა სეიფს. აი ძალიან მომეწონა მე პირადად. მე გამეღიმა შეშინებისგან გაგეღიმა. შიშისგან. შიშმა და ღიმილმა ერთად მოიტანა 400 ლარი. გილოცავთ? აბა, ეხა დავფიქსდეთ 400 ლარი არ არის ესეთი თანხა რომ დაკარგვად ღირდეს. არც ერთი თანხა არ არის ეგეთი, მაგრამ 400 განსაკუთრებით. მაგრამ 1000 ლარიც გვაქვს წინ. რას შვებით? ვაგელახსაც უთრო. წვიტავ კიო. რას წვიტავთ? თამარს რატო? იქნებ გავაგზავნო. თავის გიაფრიტავ, შეუწვიტავ. დაწურებული ხარ. გამოფრინდეს 400 ლარი და 2 ბილეთი საჩუქრად. გამოფრინდეს. იბძანდით კალოთეურუსთან გამოვარდით უცნელი თანხა. ეკა დაითვალე და გადაეცი. აი ეს 2 ბილეთიც ჩვენს. ესეც მეგობი, ეს კი ბატონო. არუშოს კონცერტზე შეგიძლიათ მოსწოროთ. იხალისოთ. ჩვენ 2 ბილეთი. 20. აი, 2 საბოა, მაგრამ 2 საათი დარჩება. 2 ფული გაგატანეთ და. დაიხარე, დიდი მადლობა.